შარშანდაწყებული ძალადობრივი აქციების პიკის გადალახვის შემდეგ დასავლეთმა ყველაფერი გააკეთა, რომ რუსთაველზე კონტროლი შეენარჩუნებინა. თუნდაც ორი აკაცუკის იქ დგომითა და აქციის სრულად სასაცილო, კომიკურ მდგომარეობაში გადასვლის ფასად უღირდათ რუსთაველის შენარჩუნება. როგორც ჩანს, სიტუაციის დასტაბილურების ფასად ხელისუფლებაც არ შეეწინააღმდეგა იმ მარაზმს, რაც ამ ერთი წლის მანძილზე ხდება. გულისხმობ იმ მცირე ბრბოს თარეშს რუსთაველზე, რამაც უკვე ძალიან შეაწუხა ნორმალური საზოგადოება. ახლა დასავლეთში ზუსტად იციან, რომ ეს არ გაჭრეს. რამდენიმე აკაცუკმა, რაც არ უნდა მაშხალებით და მოლოტოვებით ირბინოს ქუჩაში, მაინც ვერ დადებენ შედეგს. ამიტომ რჩებათ ერთი ვარიანტი: სამოქალაქო ომის პროვოცირება და უკრაინაში ნამყოფი ნაცბოევიკების მიერ იარაღით დამხობა, რაც ავტომატურად გამოიწვევს რუსეთის შემოსვლას და დასავლეთს დიდი ხნის ნანათლისურვილი აუხდება, ანუ აქ გაიხსნება მეორე ფრონტი. ასევე დიდი შანსია, რომ სხვა მეზობლების მხრიდანაც ვნახოთ სამხედრო ძალის დემონსტრირება. ახლა უკვე მართლა ბოლო მცდელობა ექნებათ, რადგან პირველი, მომდევნო არჩევნები უახლოეს პერიოდში აღარაა დაგეგმილი, რომ მისი გაყალბების საბაბით კვლავ შეძლონ არეულობის პროვოცირება. მეორე, კანონები, რაც მათთვის მიუღებელი იყო, უკვე მიღებულია და ამაზეც ვეღარ აწევენ მუხტს. ამას დამატებული ის მზარდი დაძაბულობა, რაც უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაშია მოსალოდნელი. ნატო vs ბრიქსი, თავის ახლო აღმოსავლეთის თემით, რაც ძალიან ზრდის დასავლეთის ინტერესს ამ რეგიონში მოაწყონ არეულობა. ფაშინიანი და ალიევი კი დაიბარა ტრამპმა და დადგა სპექტაკლი, მაგრამ შემდეგ ფაშინიანი მოსკოვში იყო და ყურიც აუძიეს. ამიტომ იმედია ტრამპის მცდელობები ჩაიფუშა. თუმცა, თურქეთ-ისრაელთან თანაბრად მოთამაშე ალიევი როგორ მოიქცევა არავინ იცის. მართალია ერდოღანი რუსეთთან ცდილობს დალაგებას, მაგრამ ისრაელს დიდი გავლენა აქვს აზერბაიჯანზე. მოკლედ, მსოფლიოში დაძაბულობა აღმავალია და ეს ცხადია ჩვენზეც იქონიებს გავლენას. ასე რომ, მორიგი კრიტიკული პერიოდი უნდა გადავლახოთ, თორემ უკრაინაზე უარასი დაგვემართება, რადგან გაცილებით უფრო რთულ რეგიონში ვცხოვრობთ. რთული დღეები გველოდება მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში. წერს ბლოგერი ბაჩანა გაჩეჩილაძე სოციალურ ქსელში.